მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ქიმერა, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დღეს იქნება ძალიან ჩემთვის და ნინისთვის სენტიმენტალური ვიდეო. ნინის უყიდეთ ოცნების კომპიუტერი, ძალიან დიდი ხანია უნდა და არაფერი არ იცის ამის შესახებ და სიურპრიზი უნდა გავუკეთოთ მე და ლუკა. ყველაფერი ნაყიდი მაქვს, გამზადებული მაქვს, უკვე ვიდეოც გადაღებულია. დასაწყის ვიღებ სხვა დღეს, იმიტომ რომ სპონტანურად გავაკეთეთ ყველაფერი, რომ დასაწყისიც ვერ გადავიღეთ. რა თან დროში ვიწვებოდით, ვშქარობდით და იხილავთ ნინის ემოციებს, კომპიუტერის მონაცემებს, ასევე ყველაფერი პერიფერია მაგიდა ყველაფერი უყიდეთ რა საერთოდ და გამზადებული დავახვედრეთ. ნინი მარიცოდა რომ სახლში ვიყავით. ისე გავაკეთეთ რომ ნინის ოჯახის წევრს ვუთხარით რომ ნინი გაიყვანა სადმე. მოგვცა სახლის გასაღები, ჩვენ ავიპარეთ სახლში, ყველაფერი მოუწყეთ ოთახში რომ შემოვიდა, ყველაფერს მოკლედ იხილავთ ამ ვიდეოში. ძალიან დიდი თხოვნაა რომ ვიდეო დალაიქოთ, არხი გამოიწეროთ, ასევე ზარისგლაკი გააქტიურებთ და აწი იხილავთ ნინის სტრიმებსაც, ნინის ვიდეოებსაც, ნინის YouTube არხსაც და ძალიან ბედნიერი ვარ მეც და ერთი შვილი მაქვს განახოთ ვიდეო, ამიტომაც მოდი აღარ მოვაყოვნოთ და წავიდეთ ვიდეოში. გადმოვიდით მეგობრებო ნინის სახლში, ნინი მარიცის რომ ახლა მის ოთახში ვიმყოფები. ოჯახის წევრებმა დამიტოვეს გასაღები. მთელი ოთახი ჩემი არის, ნინი გასულია, ჯერ არის ის სპეციალურად ისე გავაკეთე რომ ნინი არ ყოფილიყო სახლში, მე შემოვიპარები, ეხლა მე და უკა რაღაცეებში ჩანჩებს კომპიუტერს ავუწყობ და რო შემოვა, დაელოდით რეაქციას, ძალიან მაგარი რეაქცია. გაგიჟდება უეჭველი. კი, ვიყიდეთ კომპიუტერი, ყველაფერი მონიტორი, პერიფერია, ასევე ესეთი Nissan E34 ნინის ევასება და მოკლედ ბევრი რაღაცა რა. კომპიუტერთან არაფერს შუაში არ იყო, მაგრამ კაია. მოდი ახლა დავიწყოთ unboxing-ი. თქვენ მეგობრებო აიყვანეთ 10,000 ლაიქს ეს ვიდეო და დაანგამახარებთ რა, რადგან ნინისაც არწმუნებული ვარ რომ ისე გავუხარდება, გაგიშდება რა, იმიტომ რომ ნინის ერთ-ერთი მთავარი ოცნება კომპიუტერი იყო და ჩემნაირი სეტაპი რო ქონოდა. ამიტომაც მე რომ ავხდინე ოცნება, ნინისაც მინდა ავხდინო. ახე რა, გული ავიჭუყდა ვაიმე. დავიწყოთ და მოვიტანოთ. ეს არის მეგობრებო Razer Desert V3 Hyperspeed, ყველაფერი პერიფერია. შემოდი. მკვლელი საერთოდ შემოვიპარე. პერიფერია ისეთი აურჩიე და ასევე კომპიუტერი რომ პირადად ჩვენს კი გაგისწორდებოდა. ხო, ანუ რაც მე გამისწორდებოდა და რასაც მე ვიყიდე, არაფერში ბიუჯეტი არ დავინანე. ყველაფერი ვიყიდე ისეთი, როგორიც მე მომეწონებოდა. და მე სტრაიკი არ დამედო. HyperX-ი შენ მაგრა გევასება. HyperX-ი კი არა და Razer-ი. Razer-ი ნუ პროსტა აღარ მაქვს, თორე ძალიან მევასებოდა. Razer-ის მოყვარული იყო უკა ყველაფერი, მაუსპადი, მაუსი და რაღაცები Razer-ით ქონა ხოლმე, როცა ავიდან მაგარი ჩვეთში იყო რა. ახლის სუნი ძალიან კაია. Let me smell. კარდონის სუნი. საიდან იხსნება? მაგითაც აქ რაღაცა. უცნაურად არ შეფუთული ძალიან. აი ესა ახალი სუნი. რამდენი გასახსნელი აქვს უნდა მსო, ეგა. რა ძერს თუ გაიღო? კი, სხვათა შორის აქ ხელმოწერა, არ შეგეშალოს. ვინა აწყო AMG-სავით არა? ესეც მაუსი. ძალიან მაგარი მაუსია და გაიჭედა უკაცო. კაია მაინც. მაგარია, ნინს არ დაუბინძურე საკაურობა. აი ახალი როა ძალიან მაგარია, ხელში სხვათა შორის მაგარი კომპაქტურია. ძალიან კარგად ჩდება და შეგიძლია შენს გატესტო, ნახო როგორია. აუ, რომ სუბუქია ბიჭო. და კაი სუბუქიც არის და აქ ასევე მოყვება კაბელი. იჭერება ბატარეაზეა. შეერთო დატენო, შეგიძლია wireless-ად იხმარო რა უკაბელო. მშვენიერი მომეწონა. ხო, ეს მაგიდაც მე ამოუტანე, მაგიდაც არ ქონდა. კომპიუტერის მშვენიერი მაგიდა, მეც სუსტად ანალოგიურად ესეთი მაქვს. ქვემოთ არის უზარმაზარი სკამი, მაგასაც შემდეგ განახებთ და მოდი ახლა გადავიდეთ კამერაზე. კამერები გევასება. მე მაინტერესებს ხო. ის რატო არ ახსენი რომ ფეხით ამოვიტანე. კონი გვეთყობა იმენ და ოფლები გვე დასხმული. ეს არის OBS Bot Meet 2 და დედანახთხა. გახსენი ჰა მოგცე. 4K კამერაა, 60 თუ 120 FPS-ი აქვს მაქსიმუმი. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ძალიან მაგარი ხარისხი აქვს, ბევრი ფუნქციები აქვს, შეგიძლია ესეთ გააკეთო მიიზუმება შენ სახეზე, შეგიძლია გამოყვეს სახეზე. ხო, გამოყოლა კი ვიცი. ძალიან მაგარია რა და ნახე როგორი კომპაქტურია. რო პატარა ბიჭო, GoPro-ზე პატარა. ძალიან საყვარელი არის. ასევე მოყვება ესეთი მაგნიტური სამაგრი. ოპ, ამას გაიხმეთ. ეს მომეწონა. ჩემს მას ესეთი აქვს და ჩემს მისგან მომეწონა რა. თავისი პირველი YouTube-ის ხელფასით იყიდა. ეგასენით გამოვიწერე ჩემს მის არხი, მართალია ზარმაცობს, მაგრამ მადლიერი დაგჭებით. სხვათა შორის ეს HyperX-ის პოდკასტის S-ის მოდელი არასდროს არ მინახავს და პირველად გავხსნით ახლა და ვნახავთ როგორი იქნება. მე მაინტერესებს ამის სფეროები. ეს გამოვიწერე open-box-ი, მხოლოდ 5 იყო გახსნილი, ახალია, მაგრამ ცოტა დამტვერილია რა, ალბათ პატრონს ეგდო.
ხო. აუ ეს წინაზეც რო გავხსენით ბიჭო, კინაღამ გადმოგივარდა თუ გახსოვთ. რაღაცა აფეთქების ხმან რო იყო. ძალიან ლამაზია სხვათა შორის, სხვანაირი ვიზუალი აქვს და ამას ფერები ეცვლება, სხვადასხვა ფერები, ნინის ევასება მწვანე ფერი და ამიტომაც მწვანე ფერი შეუძლია დააყენოს ამაზე. კომპიუტერიც ისეთი შეუჩიო, რომ ყველაფერს ეცვლება ფერები და ძალიან მაგარია რა. მიკროფონს ვახსენებ თუ არა, პირდაპირ მახსენდება ხოლმე პოპ ფილტერი, სულ ვიყენებ ხოლმე ამას, აი პა რაღაცები არის. რო ჩაფურთხებ, არ ეფურთხება. და ამიტომაც ესეც ძალიან საჭიროა. ასევე თვითონ დასამაგრებელი სტენდის გარეშე მიკროფონი მე არ ვიცი რა, უეჭველი, ყველა გეიმერს, სტრიმერს, იუთუბერს უნდა ქონდეს ესეთი რაღაცა. ვარ დავამტვრევთ. როცა მაგიდაზე გიმაგრია, ხმები ნაკლებია რა, აი კლავიატურას და აი, აპნის ხმები არის, იმიტომ რომ ჰაერში არის და განმაგარი რამეა, ამასაც შემდეგ უკვე რომ დავალაგებ კომპიუტერს, მე გავუკეთებ. მოდი შემდეგ იყოს ესეთი ყურსასმენები, ეს არის Logitech G733, რომელსაც მე და ლუკა ხმარობთ. სხვათა შორის ლუკასგან გავიგე რომ აი მაგარი ნაუშენია. კი. და იმის მერე მეც დამევასა რა. ახლა დავანბოქსინგოთ, ნუ ვიცი როგორიც იქნება, მაგრამ თქვენს განახებთ ძალიან მაგარი ყურსასმენებია, მართლა არის wireless-ი. თუ ეძებთ wireless ყურსასმენებს, გირჩევთ უბრალოდ ცოტა ძვირი ღირს. იდეალურია და კომფორტულია ძალიან. ფატეც არის, ეს უკვე გახსნილი მქონდა სხვათა შორის, მაინც შევამოწმე, ვერ მოვითმინე, ესეთი მიკროფონი მოყვება, ასევე ესეთი დონგლი, კაბელი, რითაც კავშირდება კომპიუტერზე კაბელოთ. ესეც თვითონ ყურსასმენები. ძალიან ჩატია, ხმაც მაგარი აქვს, ვიზუალიც ლამაზია და ძლებს ალბათ რავი, ძალიან დიდი ხანი. მოიცა დადებაზე გამახსენდა. ოპ! აჰა. მაგისი unboxing-იც ბარემ ნინის ამის გარეშე დავტოვებდი. პროსტა უნდა ვიჩქაროთ ცოტა, მაინც იმედი არ დაგვადგება. გარეთ ისეც ხელა მეგობრებო, არ მოინდომებს იმედია სახლში. ამას ეს ჩამოვაცმევთ, მე ამასაც ზემოთ ესე ჩამოვაცმევთ. ძალიან მარტივია. ძალიან ძერს კი რაღაცა ესე წკაბ და წკაბ. ეგა. შო, პრობლემა მოგვარებულია. გადავედით კლავიატურაზე. ესეც გამოვიწერე სულ ახალი, ეს არის SteelSeries Apex 3 TKL. ეს ყველაზე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მაგარი ბრენდია. ძალიან მაგარი ბრენდია გეიმერებისთვის, ვინც გეიმერი ხართ. უეჭველი გეცოდინებათ SteelSeries-ი. უბრალოდ 5 რატო არ მოვაყოლეს არ ვიცი. ძალიან გამიკვირდა. მე ლოგოდან ვიცი, ლოგო აქვს ძალიან ისეთი, რა ნაცნობი. ხო, ანუ ნახე. ხო, აი ეგ რაღაცა. ძალიან ლამაზი კლავიატურაა. იდეალურია, აი პრემიუმ ხარისხის ვიზუალი აქვს რა. ეს არის LED განათება, რომელიც მინი ძალიან მინდოდა და გამოვწერე ესეთი strip LED განათება არის. აი მგონი ესე ქვია, ანუ გადაბმარო არ აქვს, რა პირდაპირ ძალიან ლამაზი შუქებია. მეთქი როგორი შუქია ეგ, ხო? ხო, პირდაპირ დავამაგრებ. ამას ალბათ მინის დავამაგრებინებ, რომ ანახებ შემდეგ, იმიტომ რომ მე არ ვიცი, სად მოიწონებოდა რა. ხო. ეს არის განათება, რომელიც მინის ძალიან უნდოდა. ეს ნინის ოცნებების ახდენის ღი არის. რო 2 ივლისი. დაიმახსოვრეთ მეგობრებო ეს თარიღი. და სხვათა შორის მეც მაინტერესებს როგორი არის. ვა, ძალიან ძერს კი არის. ფერებიც ეცვლება ხო? კი, ფერებიც ეცვლება. მოდი ახლა ჩავრთოთ. შეიძლება დამეჯდარდეთ. ეს. კი. ფერები ეცვლება, ასევე მოუდები. ცუდი არ ჩანს. აი ხარისხი ჩანს და რა ამას გამოვიყენებ. შეგიძლია სინათლე საუწიო, დაუწიო. ძალიან მაგარი რამე არის. iReal X1 თუ გინდათ გამოიწერეთ თქვენს და მაგარი რაღაცა გირჩევთ რა. ერთ შეხვედრით ძალიან მომეწონა. გადავედით უკვე ნინის საყვარელ მანქანას. ეს არის Nissan Skyline R34 GTR ხო? GTR R34 უბრალოდ. ცოტა შელახული მოვიდა, არა, იქ არაფერი. თავარია მანქანა ჩამოვიდა. ოპა, ძალიან ძერს კი აქვს, კარებებიც եղება. საბარგულიც եղება. ეს არ უნდა მოხსნა, ესე უნდა დადგა როგორც ის. იმენა ესე უნდა დადგა. ნინის უნდა და კომპიუტერს ჩადება, მაგრამ ისეთი კომპიუტერი გამოვიდა, ვერ ჩავდებთ ფიზიკურად, მაგრამ დასადებად, აი სეტაპზე რო უბრალოდ ესე გედოს, ძალიან ლამაზია. ძალიან clean არის ხო? იმეს მოიწონება. თან უნდა და სეტაპი შავი მწვანე ფერებში, ამიტომაც იდეალურია. ესენი უკვე არის კამერის სამაგრები და ასევე განათებები. სხვათა შორის მეც მაინტერესებს, როგორი ხარისხი იქნება, იმიტომ რომ დარწმუნებული არ ვარ. ვა. ძალიან ბევრი რაღაცაა. ბევრი რაღაცა მოყვება სხვათა შორის. ეგ არის მგონი თვითონ კამერის დასამაგრებელი რა. და ისინი არის უკვე განათებების. მოდი ამებს ბოლოს გავტესტავთ. ნაკლებად საინტერესოა და სეტაპს რო დავასრულებთ, მე განახებთ. გადავედით მონიტორზე და შემდეგ სკამი რა დაგვრჩება და სკამის აწყობა არის. ცოტა დიდი რომი აქვს ხო? ძალიან საჩალიჩო არის. Gigabyte GS27F არის 27 ინჩიანი Full HD IPS 165 Hz რა. თავიდან დასაწყებად მშვენიერი მონიტორია. ყელში ამოუვა რა. გეიმას
ასისტიც აქვს და კი, ეგეც ძალიან მაგარია. Counter-ს თუ შეხვალა AWP-ს აიღებს, შეგიძლია დააყენო იქ შენი cross-ი არის. ქეთებია ჩათვალე. აი, როზერსკია? კი, მაგარი მონიტორია სხვათა შორის. რა მაგარია ბიჭო, თან კაი დიდია. შეგიძლია ეს დაატრიალო, ამოატრიალო. 27 ინჩიანი მონიტორი არის იდეალური ჩემი აზრით გეიმინგისთვის. თუ არ ამონტაჟებ ვიდეოებს ან რაღაცა ეგეთებს არ ჩარჩობ, ამიდე პროგრამირება და რაღაცეები. მაშინ დიდი მონიტორი გინდა და გეიმინგისთვის და სტრიმერობისთვის და შემდეგ იდეალური მონიტორია. სკამი ახლა ყველა საჩალენჯო იქნება, ამიტომაც მოდი ბარემ ამ მაგიდას ვაკვირებთ რომ აქ ჩავდიოთ, იმიტომ რომ ეს ადგილია დარჩენილი რა. ოთახში სხვა ფიზიკურად ვერ ჩავდეთ ვერსად და ამიტომ მივდგათ მაგიდა. და შემდეგ უკვე დავიწყოთ სეტაპის აწყობა და ჩალენჯი. იდეალურად ჩადგა უნდა მოსულიყო. ეს არის მეგობრებო HyperX-ი Blast Core Gaming Chair. ძალიან მაგარი სკამი არის, ერთ-ერთი საუკეთესო თავის ბიუჯეტში. მოდი ახლა შევხსნათ. სულ ახალი ვიყიდე და ცოტა შელახული მოვიდა, მაგრამ ეგ არაფერი. თავარია შიგნით ახალი იდოს. აი მძიმე არის და მძიმე ხო იცით რას უწის ხარიცხს. ახალი რო არ იყოს ამეებში არიდებოდა. ჩემი მოგზადებული აზრით, ერთხელ უკვე ავაწყეთ ჩემი სკამი, მაგარი ვიჩალიშეთ, ამიტომაც ამაზეც ჩალიში მოგვიწევს. ეს ერთი ხელი. ვაა, ძალიან მაგარია, ლუკა ხელი გავუსვი? საღო. ძალიან მაგარია მართლა. ვაფშე ხო არ წავიღო და ჩემი სკამი ჩავა, რას გაიგებს? ხეხებიც აგერ გაიჩნდა და მთავარი რაც არის მაინტერესებს თვითონ მისაღწმობი და დასაჯდომი როგორია. ახლა აი ეს არ ამგონია. ინსტრუქციის გარეშე ავაწყო, ამიტომაც ინსტრუქციაც მოვზემნოთ ამასობაში. ოპა. ამას არ უნდა მოფერება და ზედმეტები. ძალიან მაგარია, ბიჭო. თან ჩემი საყვარელი ფერია შავი და წითელი. აია მომეწონა. ესეც დაკოცუნების დასადები. მშვენიერი ხარისხია. HyperX-ი მევასება რა, ყველაფერი მევასება ამათ. ბალიშებიც მოყვება. ამას სწავლობ მანქანაში ჩავიგდე, თავს მივაყვედო. არა, მართლა მაგარია რა, ძალიან კომფორტულია. არ არის არაფერი დასპონსორებული, ყველაფერი არის ჩემი ხარჯებით ნაკიდი, ამიტომაც თუ რამეზე გეუბნებით, კარგია მეთქი, ჩემი პირადი აზრია. რო არ მომწონდეს, გეტყოდით ცუდია თქო. არ მთავრდება ეს დედაფიქებული. ჩემი აზრით, რო ავაწყობ, ვერ უნდა დაგებრუნდეთ, იმიტომ რომ მაგარი საჩალენჯოა, რასაც უყურებ. და აქ შურუფები და ყველაფერი თემები, ამბები. აი, მოდი ავაწყობ ამას და განახებთ საბოლოო შედეგს როგორია. თქვენ არ დაგავიწყოთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა და სკაპ, მეგობრებო, მზად არის. სკამი როგორც ხედავთ, ძალიან ლამაზია. შენივეთ გამოიყურება და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კი შეიძლება და გავუკეთებინა. სხვათა შორის მაგარი კომფორტულია, რო წამოწვევი, ასწორებს. ადის ზემოთ, ქვემოთ, ეს ხենց იწევა. პროსტა ესენი არ ტრიალდება ერთი მაგან გატეხა. მაგრამ ძალიან მაგარი ხარისხია მართლა და ჩაწვევი. აი ესე, აი ეს დაწვევი და BMW-ს ფანი ეჩითები, თან ნინის BMW ევასება. როგორც იქნა მეგობრებო, მზად არის ჩვენი სეტაპი. როგორც ხედავთ, განათებები, კამერა, მონიტორი. PC-ში უნდა შეახედო ჩემი აზრით. ოპა! ეს ლუკა მოიფიქრა, ლუკას ჩაფიქრება იყო ჩანაფიქრი. მაუსი ძალიან მაგარია მართლა, ძალიან მსუბუქია, მე მიყვარს მსუბუქი მაუსები. კლავიატურა არის ძალიან მაგარი რა. ძალიან ხარისხიანია მართლა. ასევე მიკროფონზე დავაყენეთ მწვანე ფერი. ყველგან მწვანე ფერია როგორც ხედავთ, იმიტომ რომ ნინის საყვარელი ფერი არის მწვანე შავში უნდა და სეტაპი. და ახლა გეტყვით კომპიუტერის кейსის მონაცემებს. ვიდეო კარტა არის XFX Swift RX 9060 XT 16 გიგაბაიტიანი ტრიპლ ფენი. ამას ვერასდროს ვერ დავიმახსოვრებდი. პროცესორი არის AMD Ryzen 5 9600X-ი, AMD-ზე აწყობილი სისტემა. დედადაფა არის Asus TUF Gaming D850E Wi-Fi. RAM-ები აყენია 32 გიგაბაიტი, DDR5 216-იანი, 6000 MHz, Team Group T-Forces Delta, რომელიც ძალიან ლამაზ გამოიყურება, ალბათ დამეთანხმებით. SSD არის Samsung 990 EVO plus 1 TB-იანი, ეს არის top მოდელი, რასაც ქვია. კვება არის Thermaltake GF1 850 ვატიანი 80 პლუსი Gold Fully მოდულარი დამაგარი კვებაა, რაც სისტემას მთლიანად ეყოფა. კულერები აყენია Thermalite FW Pro 360 RGB LCD AEO. კაბელები არის Asia House Aurora Pro RGB. კაბელები როგორც ხედავთ, ესე ლამაზი თანათებს, ფერები ეცვლება და ყველაფერი. ჩემსაშიც ვფიქრობდი, რომ დამეყენებინა ესეთი და ალბათ დავაყენებ კიდევაც ესეთი ლამაზია. და кейსი არის Thermaltake Mid Tower Fish Tank Case. ესეთი აკვარიუმის кейსი არის ძალიან მაგარია, რადგან წინა ჩუშა აქვს, გვერდებზე ჩუშა აქვს და ყველგან კულერები აყენია და საკმაოდ solid-ურს ხდის кейსი, რა ძალიან ლამაზია მართლა. ახლა ის გადაგჩენია, დაველოდოთ ნინის როდის მოვა. საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, რაც ამ ყველაფერს ვაწყობ, დიდი დრო წაიღო და მოდი ახლა დაველოდებით ჩვენ და კარის ხმას გავიგებთ თუ არა, პირდაპირ კამერას ჩავთავთ და სათყოფნაში ვიქნები. გული მიცემს და იმედია მოეწონება. მამის ეხა დაველოდოთ. არ იცის რა გვარდა გული მიცემს.
როგორ? მომწონს. აუ რა მაგარია ხარ ხოდა. ეში. შრეკი რატო შიგნით? ვაიმე რა მაგარია. ვაიმე. ძაო მაგარია. აი ვიცოდი რა იქნება მაგარი იქნება მაგრამ ამ ტონიზი არ მეგონა. შენერი ყურს უნებია? მოგესალმებით მეგობრებო და დღეს კიდევ იქნება PUBG-ის live stream-ი, ამიტომაც შემოგვიერთდით. всё, მაგარი სტრიმერი ვარ. აუ ძალიან სწრაფად ვიცავს, ხური ხონს ისიგონე. სუდადა. არა მე ანიმე პერსონაჟი მაინც დაგიღებ, შრეკინა თუ შანაშინელებო. მოგიწონა. ო, ბიჭო მაგარი. მაგარი რაღაც არის. ანუ ასეც მართლა არ მემოდიოს. საღოლ. მართლა გეუბნები გულწრფელია. ვერა გიქო. მოდი ჩემთან და ვილაპარაკოთ რაღაცები. მოდი. იმენა ვერა გქო. ახოს ვერ მიდიო რა. ასე მე ჩემი არ არის და რაღაცაირად. რატო გაიგეც? გულო, შენია. რაღაცნაირად. მოდი ჩემთან, მოდი. მიდი შეეგუე რომ შენია, ახლა შენ სახლშია და ჩესახში არის, მაგრამ უცხოს რა. ჩემი ძმასავით თუ YouTube-ი დაიწყე და რესტურანში შეშვი. მე და გიორგი კაიხანი ვფიქრობდით რომ მეყიდა ესე კომპიუტერი, აგვეწყო ჩვენი და ასე შემდეგ. ქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა ბრენდებთან და ესე მოხდა that story რომ ყველამ გითხრა უარი. და მოკლედ 2 თვით შემდეგ გადავდეთ რომ აი არ არის პრობლემა ფინანსები თუ არ გვაქვს ამ დროს 2 თვის შემდეგ ვიყიდით არასად არ მეჩქარება და მოდი ჩემთვისაც რაღაც ახალი არის და ეხაც კი ვერ ვეგუები ამ სკამზეც რომ ვზივარ. შემდგომ კარების გახსნის შედეგად ხედავ რომ ჩემს ოთახში არ ვიცი გიგანტური მაგიდა დგას სადაც გიგანტური სეტაპია რომელზეც ნატრობდი ალბათ მთელი ბავშვობა და ამიტომაც ეხა ვერ ვეგუები რომ უკვე გამაჩნია და მაქვს შენია, თეორია ეგ არის რომ რეალობა არის შენი არის და რავი, ღმერთის წყალობით და იმებიც ქონდა ხოლმე ნინის კომპიუტერისთვის ვაგროვებდი ჩემს TikTok-ზე, YouTube-ზე და უღრმესი მადლობა ყველას აითლავსმაც დაგვიდონა და ბევრმა ხალხმაც დაგვიდონა და რაღაცა ისე შეიკრა. თავხა შეიკრო ხო? ხო, იქიდან რაღაც პერიფერია შევიძინეთ, კომპიუტერი ცალკე შევიძინეთ. მადლობა ხალხს და მადლობა ღმერთს და მადლობა ნინის რომ კარგი შეყვარებულია და იმსახურებს ნამდვილად და რა ვიცი, წარმატებებს ვსურვებ ყველაფერში იმედი მაქვს. შეძლებ და განახორციელებ შენ გეგმებს რა. არა, იმსახურებ და მაგიტო გიყიდი. აბა რა თქვა? შეხვდებით სტრიმებს. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დააკომენტარეთ თუ როგორ მოგწონთ ჩვენი ახალი სეტაპი და 10-დან რამდენი გულას დამწერეთ. რამდენი ლაიქს ავიდეთ? მოდი ავიდეთ 10,000 ლაიქს. აბა რა, მეც ეგ გვიზუსტად. დალაიქეთ მეგობრებო და ის ესეთი ბედნიერება ალბათ ღირს ლაიქად და ერთი კლიკი გინდათ და მეორე კლიკი გამოწერაზე და მესამე კლიკი ზარი და მეოთხე კლიკი ზარი ჩაჭა. დამატებული. უღრმესი მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. ჩვენ კი უკვე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. გაკოცეთ და კარგად აბა. ნახავთ.